რამდენი სხვადასხვა სახეობის ჩიტი არსებობს? სცადე გამოიცნო შენი აზრით 100, 1000 თუ მეტი. ბიოლოგების შეფასებით მსოფლიოში სულ მცირე 10,000 განსხვავებული სახეობის ჩიტია და ზოგი თვლის, რომ ეს რიცხვი შეიძლება აღწევდეს 18,000-მდეც. ჩიტები არიან წარმოუდგენლად მრავალფეროვანი. შეგვიძლია შევხედოთ უბრალოდ განსხვავებულ ჩიტებს, როგორებიცაა მაგალითად არწივი, თუთიყუში, კოლიბრი, იხვი ან პინგვინი. ზოგი მათგანი არის პატარა, ზოგია დიდი, მათი ნისკარტების განსხვავდება და მათი ბუმბულებიც. ამ ჩამოთვლილი ჩიტებიდან ყველა არც დაფრინავს, მაგალითად პინგვინი დაცურავს. მთლიანობაში ეს 10,000-ზე მეტი სახეობა ფრინველების არის ევოლუციის შედეგი. და ევოლუცია არის მემკვიდრეობით თვისებებში ცვლილება, რაც ორგანიზმების ჯგუფში ხდება თაობების მანძილზე. მაგრამ რას ნიშნავს მემკვიდრეობითი თვისებები? ეს არის თვისებები, რომლებიც მშობლიდან გადაეცემა შთამომავლობას, გენების საშუალებით. მაგალითად, რა ფერის ბუმბულია, რა ტიპის ლაქები შეიძლება ჰქონდეს სხეულზე, ან როგორი ბრჭყალები და ასე შემდეგ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შთამომავლობა მშობლებისგან იღებს ამ თვისებებს და გარეგნულადაც მათ ჰგავს, მრავალი თაობის განმავლობაში ეს მემკვიდრეობითი თვისებები შეიძლება შეიცვალოს. ევოლუციას შესაძლებელს ხდის გენეტიკური ვარიაცია, ანუ გენების სხვადასხვაობა პოპულაციის შიგნით. გენები მშობლებიდან გადაეცემა შთამომავლობას და ისინი ახდენენ გავლენას იმაზე, თუ როგორ განვითარდება, იფუნქციონირებს და გამოიყურება ორგანიზმი. ერთსა და იმავე გენს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა ან სხვადასხვა სახით იყოს წარმოდგენილი და ამათ ეწოდებათ ალელები, რაც იწვევს კონკრეტული თვისების განსხვავებულ ვარიანტებს. მაგალითად, ქალაქის მტრედებში, რომლებსაც rock doves-საც უწოდებენ, რაც ქვის მტრედები გამოდის, განსხვავებული ალელი განაპირობებს სხვანაირი თვალის ფერს. მაგალითად, სტაფილოსფერს ან შავს ან თეთრს. გენეტიკური ცვალებადობა იწვევს იმას, რომ ერთი და იმავე პოპულაციის შიგნით ცალკეული ორგანიზმები იძენენ სხვადასხვანაირ თვისებებს. მაგალითად, ბუმბულის ან თვალის ფერის განსხვავებებს. ეს ცვალებადობა შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა გზით, მათ შორის სქესობრივი გამრავლებით. სქესობრივი გამრავლებისას შთამომავლობა იღებს გენეტიკურ მასალას ორივე მშობლისგან, რის გამოც ისინი არ არიან მშობლების ზუსტი ასლები და თვისებებიც განსხვავებული აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შთამომავლობა არც ერთი მშობლის ზუსტი გენეტიკური ასლი არ არის. ქვის მტრედების მაგალითი რომ ავიღოთ ისევ, ანუ ქალაქის მტრედების მაგალითი, მშობლებს აქვთ სხვადასხვა ალელები, რომლებიც განსაზღვრავს მათ ბუმბულის ფერს და ამ დროს შედეგად შეიძლება შთამომავლობას ჰქონდეს სრულიად განსხვავებული თვისებები, ანუ გადაეცეს მშობლებისგან და გამოიყურებოდეს მათგან აშკარად განსხვავებულად. მოდი უფრო კარგად გამოვიკვლიოთ ეს ბუმბულებში სხვაობა და მტრედის ნაცვლად პოპულაციას დავაკვირდეთ, ანუ ინდივიდის ნაცვლად. მარტივი წარმოსადგენია, როგორ შეიცვლება ბუმბულის თვისებები მრავალი თაობის განმავლობაში მშობლებსა და მათ შთამომავლობას შორის დიდ პოპულაციაში. შეიძლება გაჩნდეს ახალი თვისებები, მაგალითად განსხვავებული ფერი, ან სხვანაირი ლაქები ან ნიშნები ბუმბულზე. შეიძლება იყოს უფრო მუქი, ან იყოს უფრო ხშირი, ან პირიქით უფრო მეჩხერი. როცა მემკვიდრეობით თვისებებში ასეთი ცვლილებები ხდება, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმების ეს ჯგუფი განიცდის ევოლუციას. მრავალი თაობის განმავლობაში მცირე განსხვავებები შეიძლება დაგროვდეს და საბოლოოდ ათასობით ან მილიონობით წლის მანძილზე ევოლუციამ შეიძლება ახალი ტიპის ორგანიზმები წარმოქმნას. მაგალითად, მრავალი თაობის შემდეგ ერთი პოპულაცია შეიძლება გადაიქცეს ორ განსხვავებულ სახეობად. მაგალითად, როგორებიცაა ქალაქის მტრედი და გარეული მტრედი. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მტრედი გარეგნულად საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს, ისინი მაინც დამოუკიდებელი სახეობებია და ასე ვითარდებიან უკვე მილიონ წელზე მეტია თავთავიანთი ევოლუციური გზით. მილიარდობით წლის განმავლობაში, რაც დედამიწაზე სიცოცხლე არსებობს, ევოლუციამ წარმოქმნა წარმოუდგენლად დიდი ბიომრავალფეროვნება. დღეს ჩვენ 10,000-ზე მეტი ცოცხალი სახეობა გვყავს მხოლოდ ჩიტების და კიდევ ოდესღაც მათი წინაპრებიც არსებობდნენ. წინაპრები, რომლებიც სხვათა შორის დინოზავრები იყვნენ, მაგრამ ეგ სხვა ვიდეოს თემაა.